მოკლედ მეგობრებო, მაქვს დაშლილი ჩემი მასაიმარა. დასავლეთის ნადირობის შემდეგ, ასე ვთქვათ, ივლისი დაიწყო და არ გამიძმენდია, ვერ მივიცალე, არ მეპატიება, მაგრამ ასია. და ძირეული წმენდისთვის ესე ჩავალაგე კონტეინერში ნაწილები, რომელიც ხო ძალიან დაბინძურებული და დაჭუჭყიანებული და ალბათ უკვე ხედავთ რამდენი ნაგავი აქვს ბუნებრივად თვითონ უკვე მოცილებული და გაშვებული. ეს ნახევარი საათი გავაჭრებთ ამას, გავწმინდავთ და ამოვიღებთ და ავაწყოთ მანამდე კი სხვა დეტალებს მოვაწესრიგებთ სულ ყველაფერს. 646 რესტორანი წელი თუ არის საშუალება ეს კონტეინერში ჩაასხავთ. დაახლოებით 9 ლიტრი ეყო ახლა ამას რო დაფარულიყო ყველა ესეთი მცირე დეტალი მე ამოვიღებთ დავშლით გავრეცხავთ დავზეთავთ და ავაწყობთ მოკლედ ესეც იწმინდება მდუღარე წყლითაც იწმინდება უბრალოდ ტრიაპითაც იწმინდება მაგრამ რატომღაც ახლა ამ მეთოდით ვარჩიე წასვლა ვნახოთ რა განსხვავება გვექნება სხვა მეთოდებთან შედარებით ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ მეგობრებო მასაიმარას იგივე გორდიონს როგორც აქვს აქ საექსტრაქციო კბილის დამხმარე ფანჯრიდან ცარიელი მასრის გამომსტყორცენ საექსტრაქციო კბილის ხო ამოაქვს რაც მბრუნავ თავაგზი აქ მე აქ ჩამოერტყმება და მასრა გამოდის გარეთ ეს შახტა გავწმინდეთ უნდა გავწმინდოთ უბრალოდ რაც ეს თოფი მაქვს 2-3 წელია მე ეს არ გამიძმენდია და მოვიდო მე რომ ეხლა დავშალე და საკითხი არის შემდგომ მოკლედ ესეთნაირად არის აწყობილი შიგნით და აგიხსნით როგორ უნდა დაშალოთ და გაწმინდოთ იმიტომ რომ არ არის თლათ მარტივი თუმცა გონიერი თვალისთვის არც რთული არ არის პირველი ზის ეს ეგრეთ წოდებული მილაკი ამ მონაკვეთში მოდი ესეთნაირად შემოვწო ამ მონაკვეთში აქედან და უკან შემდეგ ამაში შედის ესეთნაირად არის მოკლედ ესეთნაირად არის ესეთი თანმიმდევრობით არის აწყობილი. ესეთი თანმიმდევრობით არის აწყობილი და ეს არის ბოლოში. პატარა ფიქსატორი. ამ პატარა ფიქსატორს უყურეთ აქვს გახრეტილი ნაწილი, რომელიც გახრეტილი ნაწილშიც შედის ეს მონაკვეთი თავარი ღერძისა, რაზეც არის ზამბარა დამაგრებული და ეს ზამბარა ამას გამოტყორცინის უკან, ანუ ჩამოწევის დროს ჩაიწევა და ესე დადის. ეს ფიქსატორი, ასე ვთქვათ. ეს პაწაწუნა ფიქსატორი არის ამ ღრმულში ჩასული. ამ ღრმულში ჩადის. ამ ღრმულში ჩადის, როდესაც ეს თავი შედის ამ ფიქსატორის გახრეტილ ნაწილში, ეს ზევით აღარ ვარდება. როცა ჩვენ გვინდა რომ ეს ამოვიღოთ აქედან, ანუ დავშალოთ ეს ყველაფერი, ამ შახტიდან რომ გამოვიღოთ, ამიტომ წინა მხრიდან ამ ფიქსატორს ესეთი წვრილი რაღაცით ვაწვევით, რომ ეს შემოვიდეს შიგნით, რათა გათავისუფლდეს ეს როგორც გათავისუფლდება, ოდნავ მაღლა მოდის, ამას გამოვიღებ და აქედან ყელტუჩათი ან პინცეტით, ცოტა მძლავრი მუქაჩვით მოხდება მისი ამოწვა. ეს რახან კი გამოვა, შემდეგ ნაწილ გამოგვაქვს ჯერ ეს, შემდეგ ეს კონკრეტულად ეს კბილი,
ეს გვილი. უნდა ამოვიღოთ აქედან, რადგან აქ იმხელა ფანჯარა არ არის, რომ ეს უკან გასრიალდეს. აქედან მოხდება იმის გადმოხტომა და ბოლოს აქედან შემავალი არხიდან შევყოფთ მსგავს წვრილ რაღაცას, ესე ცოტა გვერდული მოდებით მოვდებ და გამოვიღებთ ამ მონაკვეთსაც. ძალიან ჭკვიანურად არის აწყობილი, აი ძალიან ჭკვიანურად. საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი ესეთნაირად გამოიყურება. ესეთნაირად გამოიყურება საერთოდ ჯამში და ბოლოში გვაქვს უნდა ესეც დამაგრებული, აჰა, არ დავშალე წამებში დავაბნიეს ყველაფერი. აი, მივაკეთე, არ არის პრობლემა. ხო ბატონოჩი. მე მგონია დაინახეთ, ხო? აი ესეთი თანმიმდევრობა გვაქვს. აი ესეთი თანმიმდევრობა გვაქვს აქ. ეხლა ჩვენ ამ დეტალებს დავაბრიალებთ ყველაფერს და შემდეგ განახებთ აქ როგორ უნდა მოხდეს ამისი ინსტალაცია. ესე იგი, მეგობრებო, ავრიეთ, კარგად ეს ყველაფერი, აჯახს სანდალივით, კაი რო გამოვიდეს და დავიწყოთ აწყობა. თუ როგორ იწყობა. თვალით რაც გაჩვენეთ, თვალით მეთქი სიტყვით რაც გითხარით ერთია, მაგრამ თვალით დანახული და პრაქტიკული მხარე უფრო მეტ ადამიანს უიოლდება. მოკლედ, ვიწყებთ. პირველი დეტალი, რაც უნდა ჩავსვათ, აი ამ მონაკვეთიდან არის ეს. შემდგომი დეტალი არის მეორე საექსტრაქციო არის ორი კბილი აქვს, ასე ვთქვათ, ნახევარ ავტომატს. ლულიდან საექსტრაქციო კბილი და ეგრეთ წოდებული ფანჯრიდან საექსტრაქციო კბილი. ორი კბილი აქვს. ერთი არის გამომტანი, მეორე არის გამომგდები. აი ამასობაში ეს ჩავსვით აგერ უკვე. ალბათ დავინახავთ ამ საუბარში. შემდეგ უშვებთ სამბარას. ძალიან ჭკვიანურად არის აწყობილი, აი ძალიან ჭკვიანურად ისე რომ აი მომწონს რა. შემდეგ უშვებთ იმ ღეროს და ეხლა აი ამ ღეროს აქ თუ დააკვირდებით, აქ აი შემოხაზული. ეს შემოხაზული ნაწილი უნდა იყოს ქვევით და სუფთა უნდა იყოს ზევით. ჩვენ აი როგორც აქ შემოდის რაღაცები, ამ მიმართულებით დავაყენებთ ამ ნახვრეთს, დავახსოვთ აქ თავზე. ბატონო ჩემო, ესეთნაირად გავასწორებთ. შემდეგ აქედან შემოვაწვევით ამ ბერგედით. ცოტა დამისნება უნდა და ეხლა მიჭირს თქვენ რო განახოთ, იმიტომ ამ შესრულება. იმიტომ რომ ვიდეოში ჩანდეს უბრალოდ თორე საერთოდ არ არის ძნელი. აი, არა უშავს, მოკლედ დავაჭერინებ ამ მონაკვეთს და განახებთ. მაინც შევეცდები მინდა რომ გაყურებინოთ ბოლომდე რა.
ალბათ უყურებთ სანახევროდ როგორ ჩაიძირა ეს. ეხლა აქ უნდა დამიზნება და უნდა ჩავხედო, აი უყურეთ. აი ეხლა ჩავაწვევი, რომელსაც წკაპ და ჩახტება. всё, გაკეთდა. მე როგორ თეთრად და სუფთად გამოიყურება და თავის საქმესაც იდეალურად ასრულებს. იყო უბრალოდ ჭუჭყით და ნადებით და შავი ნამწვით სავსე. ის რამე ან რომელიმე მეტალი დაჟანგული რო ყოფილიყო, არანაირად რაც ნაყიდი მაქვს, იმის მერე იყო ამ მდგომარეობაში, მაგრამ როცა გაწმენდო და გააპრიალებ, რო კარგია. მოგლეთ ამის ჩვენება მინდოდა თქვენთვის. ეხლა ამავდროულად გავაგრძელოთ და ვნახოთ აბა ჩვენი ნახევარი საათის შემდგომ რა მდგომარეობაშია ეს ყველაფერი. და რა ვიცი, ალბათ ხედავთ ქვევით რა ამდენი ნაგავი და ნაგარი აქვს გამოტანილი. ეს არის სიბინძურე, რამაც შეიძლება რაღაცა მომენტში შეაფერხოს ჩვენი ნახევარ ავტომატის მუშაობა, თუმცა ძალიან იშვიათად შეიძლება რომ ეგრეც მოხდეს. რა ბატონო ჩემს. იქნება თქვენი თვალიდან რაც ხდება. ეხლა აქ მე დავიფენ რამეს და შევიცდები. ამოვიღო და გავწმენდო. თქვენ თვალწინ ეს ყველაფერი. ეს დავაფინეთ. პირველ რიგში ეს ნაწილი ალბათ ვიცით, რაც არის, რაზეც არის ზამბარა წამოცმული და აი ეს კუდი რო ებჯინება უკან, რაც მიყავს და მე მოყავს წინის. აი ეს დეტალი არის ეს. და ეს არის ბუდე, სადაც ასე რომ ვთქვათ, აი ეს ჩვენი ჩამკეტი მექანიზმი აწვება კუდით. ბატონოჩ. ეს კი არის ზამბარის კვალი Z. არ ვიცი რანაირად ეთქვა მუშაობის დროს ეჭირება, ერტყმება და ამდენი ხანი გაუწმენდები რო იყო. ამის პროცესი წავიდა თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ კვალი აქვს, რაც მეტად აღარ ცილდება. ეხლა მოვიღოთ ჩვენი ჩამკეტი მექანიზმის თათიკი. ვიცით რომ ყველანაირი ცხიმისგან და ჭუჭყისგან არის გათავისუფლებული. როგორც შევკოხავთ და მოვულით ამის შემდეგ, იქნება ისეთი. ეს ალბათ ყველამ ვიცით რაც არის კიდე. ეს კი არ უნდა ჩამიგდო აქ. დადნობა აქ დაწყებული. ანუ ნავთობნედლეულისგან რაც არის დამზადებული, ის დეტალები აცეტონში არ მოვახვედროთ, თორე აი როგორი დნობა აქ დაწყებული. თუ შეინარჩუნა ამ თავის სტრუქტურა და გააკეთა ის საქმე, ხო კაი თუ არა და ვიშოვით სხვას და ეგ იქნება. ასე რომ ამას არ ვიმჩნევთ და არ ვნერვიულობთ.
ესეთნაირად შლის და ხსნის ნავთობპროდუქტებს, ბატონო ჩემო, აცეტონი. ეს ალბათ ვიცით კიდე, რომელი ნაწილია, რაზეც კონდახი არის კუდით გამომაგრებული. აი ამ ღეროს სამაგრი ძველი არის ეს. ესეც იყო ძალიან ჭუჭყიანი და სავსე რაღაცა ჭუჭყებით. ცოტა ჟანგებიც ჰქონდა, იმიტომ რომ დასავლეთში კინახავდით რანაირ ამინდში ერთი კვირის განმავლობაში გარეთ ვეყარეთ და მოიჟანგა. აი რაღაცები, რაც იჟანგებარი და ისე კი არა, თითქმის ნებისმიერ თოფს. და ბატონო, ერთი ჩოთკის გასმით და გახეხვით, არანაირი, ასე რომ ვთქვათ, შკურკის და რაღაცების ჩარების გარეშე, აი ესეთი გადაჩოტყვით, აცეტონთან ერთად. მივიღეთ გაპრიალებული დეტალი, გასანსალებული დეტალი. ნავთობპროდუქტი მეტი არაფერი არ გვაქვს, მარტო ის პლასმასი იყო და კიდევაც აი დღეს ჩავაგდეთ. ესეც გაწკრიალდა. ეხლა მთავარი დეტალები. აი, კიდე შავი წვეთები მოდის შიგნით. ეს ჯობდა რომ დამეშალა და ისე ჩამეყარა. მაგრამ ძირითადი გამოსასვლელი ესეც გამოვარა. გამოდის და გამოდის. გადავდოჩ. ახლა ისე მოვინდომეთ, ისე გავაკეთოთ. გამგვინდოთ ბოლომდე. გამოგვერეცხა, გამოვრეცხოთ ბოლომდე. გადავდოჩ. არც უნდა დავიწყოთ გული, არც მაყურებელმა დაიწყოს გული, მაყურებელმა სადაც აინტერესებს როგორ იშლება ეს ყველაფერი. ჩავძრებით ესე ჩავტენით ტრიაბკას და ერთ გამოწვენდას გამოვწვენდოთ.
ვიცი თუ ჩანს აქ გამოსრიალ და შიგნით რეალი დაიწყო რასაც არანაირი ზედმეტი ნარჩენი არც ნამწვის არც შედედებული შესქელებული ზეთების არაფრის რის გამოც შეიძლება რაღაცა მომენტში შეგვიფერხდეს მექანიზმის მუშაობა. ყველაფერი გაკეთებული და გაწმენდილია. ბატონოჩი. ზამბარა. ნემსის ზამბარა როგორ გათეთრდა, ბიჭო, როგორ შავი იყო. სულ გათეთრდა. შემდეგ მბრუნავი თავაკი თავისი საექსტრაქციო კბილით აი ეს არის ლულიდან გამომღები საექსტრაქციო კბილი და ფანჯრიდან გადმომგდები საექსტრაქციო კბილიც გაჩვენეთ. ეს არის მასაი მარას მთავარი ღირებულება, რასაც ჩვენ ვეძახით, ჩვენ კი არა იარაღ-წარმოებლები და მსოფლიო ეძახის ინერცია პლუს და რაც არის მასაი მარას, ასე რომ ვთქვათ, გამოგონება და ხელწერა და ამ მექანიზმზე იძახიან, რომ ინერციულ სისტემაში 50 წლის განმავლობაში ამაზე დიდი ნახტომი არ გაკეთებულა. როგორი ნახტომიც გააკეთა ინერცია პლუსის გამოგონება, ესეთი მნიშვნელოვანი დანამატი ამ გამოგონებებში აღარ ყოფილა და აღიარებულია ბოლო 50 წლის ყველაზე საუკეთესო გამოგონებად ეს ინერცია პლუსი, რაც არის რეტაის ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, გვირგვინი, ვარსკვლავი სახელი და ყველაფერი ერთად აღებული რა, რაც წარმატებულს ხდის ამ კონკრეტულ ფირმას. ესეც ასე. ეს კი მბრუნავი თავკის დამჭერი ჭანჭიკი, რომელშიც თავისთავად არის გაყრილი ნემსი, აი უყურეთ ამ ჭანჭიკ ზოგს ატვერკი ხონია ხოლმე ეს და ატვერკით უჩხიკინებენ. არა ბატონებო, ეს როდესაც ზის აი ამ მბრუნავ თავკში ამ მიმართულებით, ანუ პარალელურად უნდა ჩავსვათ, აი როგორც ახლა მე მიჭირავს, რადგან ამ პარალელით გადის ნემსაც შიგნით. ამას ჩვენ შევატრიალებთ, ნემსას ვერ გავატარებთ და შესაბამისად მექანიზმის აწყობა ვერ მოხერხდება. აი ეს არის ეგ ჭანჭიკი. ინერციის სისტემის გული, ინერციული ზამბარა, უყუცემის ენერგიას, რომელიც იგროვებს თავის თავში, იკუმშება და ბიძგს აძლევს ჩამგედ მექანიზმს, რომ წამოვიდეს უკან. ამის გარეშე ჩვენი თოფი უბრალოდ ვერ იმუშავებს. ინერციული სისტემის გულს ეძახიან კონკრეტულად ამ ზამბარას. ბრუნო ჩიოლანის ყველაზე ისეთ მიგნებად, რამაც ერთგვარი გადატრიალება მოახდინა საიარაღო სისტემაში იმ გაგებით, რომ გაზდამტენიდან შევძელით ინერციულზეც გადასვლა. ესეც გასანცდელდა. ეს კი თავად ნემს საბრძანდება, რომელიც ხეთქავს ჩვენს მიერ მიწოდებულ ვაზნებს ლულაში. და ესეთნაირად ხდება გასროლები, რომელიც გარბის
აი ამ მონაკვეთში. და დამცემ სასხლეტი მექანიზმი. რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მთლიანად საიარაღო სისტემის გამართულობაში. ყველაფერი საჭიროა აბსოლუტურად, იმიტომ არსებობს ეს გამოყენებები. ახლა მე რაღაცა ისე ჭკვიანი კაცი ვერ გამომდის, ლაპარაკი დასლა ჭკვიანი არ გეგონოთ. უბრალოდ არ განახებთ და რაღაცა ხო უნდა თქვა. ესე წარმოვიდგინეთ, ზოგს ჭკვიანობს ვიტყვი, ზოგს უჯგობას ვიტყვი. ეგ თქვენ განსაზღვრეთ, რა გამოგადგებათ, რა არ გამოგადგებათ და ვიღოთ ასე სიამტკბილობით ბატონოჩი. აქ რაღაცა ჩაჟანგვის ნიშნები გქონდა, აი ამ მონაკვეთში, აი აქ. ყველაზე არაფერს რო არ ეხება ისეთი მონაკვეთია ეს და გქონდა მსგავსი ნიშნები და საერთოდ წაშალა ამ ჩვენმა აცეტონაი ვამპები. გამოახანხალა რო იყვიან სისტემა. მშვენიერია, ყველაფერი მშვენიერია. ყველაფერი მუშაობს. აბა კარგად იყავით, მოკლედ ესე გემშვიდობებით. ახლა ამაზე იქნება მითხრათ, რომ რატო ესეც არ დაშალეო, მაგრამ ალბათ კი ნახეთ, რამდენი წვრილი მანისგან შედგება ეს ერთი მიმართულება მარტო და კიდე ესეც კი შეიძლება და რომ დამეშალა მესაუბრა გაგვერჩია, მაგრამ თუ იქნება ამის თხოვნები, ამას შემდგომში ვიზავ. ახლა კი მე ჩემთვის როგორც მინდოდა რომ გამეწმინდა, იმისთვის ეს მიდგომა ცალსახად მეყო. მოკლედ, ახლა ესია მირეულ-მორეული ჩვენი ეს ყველა დეტალი. ზოგი თავში ჩავწერე, ზოგი ბოლოში, მოკლედ ამერია მეც რა ჩამაწერა და რა არა, სვავირია. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში ვაქარეული. ნახოთ, ახლა და ამათო და თან ვისაუბროთ. თან მიმდევრობა. ჩამკეტი მექანიზმი. ძირითადი ბლოკი, ჩამკეტი მექანიზმის თავის ინტეგრირებული რელსებით და კუდით და ეს სამშჭველი შეგვიძლია ბოლომდე ამოვაწვროთ, მაგრამ მე არ მაქვს გამოძრობილი, რაც იჭერს ნემსას. რის გამოც ვერ იგებენ როგორ დაშალონ ხოლმე აი ეს დეტალი და ეს მფლობელები. კაი, დავიწყოთ თანმიმდევრობა. ვიღებთ მბრუნავ თავაკს. აი ამ მბრუნავ თავაკზე ინერციული ზამბარა უნდა იჭდეს აი ამ პოზიციაში, აქ უნდა იყოს ჩამოდებული ეს რკალისებურად და თავისი სწორი პოზიციონირებით უბრალოდ შეუშვათ თავის ადგილას. აი, როგორ აიძულებს რომ აქეთ გადმოტრიალდეს ეს. შემდეგ ვიღებთ ნემსას და ნემსის ზამბარას. ჩავუწყოთ ესე. გავუშვებთ ბატონო ჩემო აქ. მორჩა. ეს არის ამის მთელი აწყობის პრინციპი. და უკნიდან არა, ბოდიშით ერთი დეტალი გამოგჩა, მნიშვნელოვანი დეტალი. შემდეგ ვიჩქარე ახლა და იმიტომ. აი, რო გიყვებოდით. ეს მიმმართველი უნდა იყოს ნემსა როგორც შედის იმის პარალელურად. უნდა ჩავაგდოთ აქ.
აი ამის შემდეგ შევა ნემსა ბატონო ჩემო და დავაბრუნებთ აი ამ სამსჯოლს თავის ადგილას. Все. აწობილია მბრუნავი თავი თავისი თათიკით. თათიკის ანუ ჩვენ ვიცით რომ აი აქედან ამის დამიზნებით რო ესე შევიდეთ შეგვიძლია ესეთნაირად მოუჭიროთ და დაუშვათ თათიკი რომ ან საერთოდ არ გამოძრეს ან ძალიან იოლად გამოძრეს ან ჩვენთვის სასურველ სიმძლავრეზე დავაყენოთ. ეს ერთი აწობილი დეტალი. ეხლა ავიწყოთ დამცემ-სასხლეტი მექანიზმის ბლოკი, ჩონჩხი, რავი, რაც გვინდა ის დავარქვათ. ეხლა აქ მაინც არასრული დაშლა გაკეთებული, ანუ სასხლეტი ამორიდებული არ გვაქვს თავის დამჭერებთან ერთად და თვითონ აი ამ ბლოკს იარაღის ძირითად ტანთან რაც იჭერს აი ეს კვილი რის გამოც არის ისევ და აი ცალსახად ინოვაციური და მომხიბვლელი ესეც არ დავშალეთ იმიტომ რომ იმდენად მარტივი მექანიზმია რომ ამებში ბევრ ისეთ გაფუჭებად ჭუჭყს არ ველოდებოდით ანუ არ გვაქვს ეს ამბარა კიდე მოხსნილი შესაბამისად არც გვჭირდებოდა რომ მოგვეხსნა რაც მომწონს რეტაიში ამასთან მიმართებაში არის ის რომ ეს არის იგივე ერგალის საავიაციო ალუმინით ნაწარმოები როგორც არის ძირითადი ბლოკი რაშიც ლულა შემოდის გეჯის უკანა ნაწილი ასე ვთქვათ იგივე მასალითაა ესეც აწყობილი და რაღაც კი პლასმასიც მუშაობს მაგრამ რაღაცნაირად მეტს გრძნობს რა აქედან გამომდინარე კაი დავიწყოთ ახლა ამისი აწყობა ესე იგი ჩვენ შით ერთი წამით ესე იგი ლათაუნა გადამოხტარიყო აქ ანუ ეს ამ ყურისის მოძრა რა დამჭერი ჯანჯიკი კი არა და პატარა ღერო რომელიც ის არის მარტივი სიმოძრაობით თავის ადგილას აღმოჩნდება ესეთნაირად შემოვიყვანთ და ჩავსვათ აქ ამის შემდგომ გვაქვს და ვსვათ აი ამას არა ხო შეგვიძლია რომ ჩავსვათ ეს ამის შემდგომ ჩვენ ვიღებთ აი ამ ღეროს რომელიც იჭერს ამ ორ დეტალს ერთმანეთთან მიმართებაში და გამჭოლად გადის მეორე მხარეს მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ბოლომდე არ გავწევთ რადგან ამან იაროს წინ და უკან აი აქაც ერთი შეცდომა დავუშვით ჯერ არ უნდა მექნა ეს ჯერ აი ახლა ამასთან ერთად უნდა ჩავაყოლოთ ჩვენი ეგრეთ წოდებული დამტყმელი ჩაქუჩი რომელიც კონკრეტულად უტყავს ნემსას აი ახლა შეგვიძლია ჩვენ ეს აი ესეთ რამდენიმე მილიმეტრი თაქით დავტოვოთ ანუ ამის პირად რო იყოს
რადგან აქ ჩვენ მოვახდინოთ ესეთი სწორი კიდევ შეცდომა დავუშვი, ვჩქარობ, ეს უნდა გამოვიღოთ და შევადრიალოთ და ისე უნდა ჩავსვათ. მიდი, ვუბაც. ეს არის სწორი. ესეთნაირად გადავარჩი. შემდეგ ვაკეთებთ ამ სამყაროს აქ. შემდეგ ამ სამყაროზე ვაცვოთ თავის კაფსულას და ამ კაფსულას პრესავთ ქვევით. რასაც ვიჭერთ აემით, ესე და უკან ჩავკიდავთ. ეხლა ბოლომდე გავდივართ ამ ღეროს ძალიან ესე რომ ვთქვათ დატანჯული ვიდეო კი გამოვა ახსნა განმარტების კუთხით, მაგრამ გამგები გაიგებს და დამნახვით დაინახავს რაც თვითონ აინტერესებს. ვიდეო ადი. ამას კარგავენ ხოლმე ძალიან ხშირად კიდე რეტაისტები. გონიათ რაღაც სათამაშო ამბავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იარაღში. რომელიც ენდება აი აქ. ასე. და შემდეგ გადავაცნობთ აი ასე. და всё. აი ეს ღერო, რომელიც გამოდის აქედან დაცულია უნებლიე გაძრომისგან. ეს შიგნით მაინც ვერ მოხდება ამის უნებლიე გაძრომა, მაგრამ როდესაც დაშლი შეიძლება რომ რაღაც მომენტში უნებლიეთ დაგეშალოს. შემდეგ აი ამ შპილკას გადმოვიტანთ აქეთ. ბატონო ჩემო, ასეთნაირად და ფაქტიურად გაწყობილია ჩვენი სისტემა. ეხლა ვაზნის მიმწოდებლის აი ამ ეგრეთ წოდებულ ლაპას ამუშავებს ეს სამყარო და ეს ღერო. ჩავაყენებთ ამას თავის ადგილას. ამას აკისრია ეს ფუნქცია. როდესაც გამოიქცევა ჩამკეტი მექანიზმი და გადმოირბნეს ამაზე, იმ დროს უკვე აქ ვაზნა მოწოდებულია. გააკეთებს ესეთ რაღაცას გადმორბენის დროს და როგორც კი წინ დაიწყოს მექანიზმი რაღაც მონაკვეთში ეს წამოარტყავსები და მიაწვდის. ისეთნაირად ხდება მიწოდება ვაზნის. ერთდროულად ჩამკეტი მექანიზმი როცა გამოიქცევა უკან, ერთდროულად გადმოკეცავს და ჩაკეტავს ამას ასრულ პოზიციაზე და ამას კიდე გააკეთებინებს ამ სულას. ამავდროულად, როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ინერცია პლუსი ზოგი ტენის 24 გრამიან, ზოგი 21 გრამიან, ზოგი ვერ ტენის, არის ძალიან დიდწილად დამოკიდებული აი ამ შვილდის
ზამბარა ქვევით რაღაც აწვება იმის სიძლიერეზე, ამ ზამბარის სიძლიერეზე და უკან ლულაში მეთქი უკან კონდახის ყველა ნაწილში რა ზამბარაც დადის, იმის სიძლიერეზე არის ისე რა ქვია, დამოკიდებული ეს ყველაფერი, ანუ ეს უნდა იყოს ისე შერწყმული სიმძლავრეები, ზამბარის სიმძლავრეები, რომ იმ სუსტმა ვაზნამ იმუკუცე იმის ხარჯზე, ამ ყველა წინაღობის გადმოვლა ამისი და იმისი შეძლოს, რომ შემდეგ მოხდეს სრული გადატანა წინ. თუ ესე ვერ მოხდება, შეიძლება მას რა ამოგიგდოთ ფანჯრიდან, მაგრამ ახალ ვაზნას ვერ მიაწვეს, იმიტომ რომ სრულს ვერ განახორციელებს საკეტი და შესაბამისად ვერ მოხდება სრულყოფილი გადატანა. ამ საუბარში ახლა აღმოვაჩინე რა სასაცილოა, ხო? რაც არის ჩვენი ინერცია პლუსის გული, პლუსის კი არა ინერცია სისტემის გული, იმის ჩადება და გვავიწყდა. აი აქ. კაი, გავხსნათ თავიდან ის. ახან ეს სასაცილოები გავხდით. გავხდით, მაგრამ ვაღიაროთ ჩვენი დანაშაულები, ჩვენი შეცდომები. რადგან ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ ამით ასე ვთქვათ, რამე გაფუჭდება. პირიქით, ჩვენი დანაშაულის აღიარება ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია იმისგან, რომ თავმდაბლობა უპირველეს ყოვლისა. თუ თაფლს არ გამოვიღებთ, ამასაც ვერ გავაცროთ. ჩავაგდოთ ჩვენი ზამბარა უკან. ბიჭოს. ჩავსვათ ჩვენი ორონავთა ვაკეთების ადგილას. განმეორება ცოდნის დედა. იმდენი ხანი არ დამიშლია, რომ და იმდენი რამის თქმა მინდოდა ერთდროულად, რომ ნახეთ რამდენი შეცდომა დაუშვი. ამიტომ რომ მოგჭებათ ნაწილები, თქვენც მიხვდებით, რომ რაღაცა არასწორად გააკეთეთ და თავიდან ააწყობთ და იქ იქნება. სხვანაირად თოფი ვერ გაისვრის. თავარია ვიყოთ მაღიარებლები. სწორი პოზიციას. ცუდი დავგმოთ. კარგი მაღიაროთ. მეც ადამიანი ვარ და მეც გამომჭა. ვითომ დიდი მწოდნე რო უგონი ვარ ბევრს. ასეა. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. აბატონოჩ, ეს ვიცით რაც არის ესა და ეს ერთია. ესეც გავაწყეთ. არის დასრიალებული, გახანხალებული. ისვის თავის ფუნქციას ყველაფერს ასრულებს იდეალურად. სულ ეს იყო ბატონო ჩემო, რაც მინდოდა ამ ეტაპზე რომ მეთქვა.